ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი იგივე ოცნების ფარა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ როგორც კანონის ცალკეული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მისი მოქმედების შეჩერებას. როგორც საია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება მუდმივად საუბრობს კანონის ამერიკულ კანონთან მსგავსებაზე, მისი პირდაპირი თარგმანი არ ნიშნავს, რომ ის ანალოგიურად გამოიყენება სხვა სამართლებრივ სივრცესა და პოლიტიკურ კონტექსტში. ჯერ კიდევ კანონის ინიცირების ეტაპზე ანალიტიკას ჰქონდა ინტერვიუ ამერიკელ იურისტთან თედ ჯონასთან. ამ ინტერვიუში თედ ჯონასი დეტალურად განმარტავს იმ რისკებს, რაც დღეს მატერიალიზდება. ამ ახალ კანონში დაბრუნდა სიტყვა აგენტი. როგორ განმარტავს კანონი ამ სიტყვას აგენტს? ამერიკასთან შედარებით საქართველოში ამ სიტყვას სულ სხვა და ტვირთვადა კონოტაცია აქვს. დიახ, ეს არის სწორედ ფუნდამენტური განსხვავება ოცნების ფარას და ამერიკულ ფარას შორის, რაც ამერიკულ კანონს უწესებს ლიმიტაციებს მკაფიოდ გამოკვეთილ საზღვრებს, ვიდრე ამას ქართული ოცნება ამჩნევს. ეს ის დათქმაა, რომ ამერიკაში ეს კანონი ეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება უცხოეთის პრინციპალს, უშუალოდ იღებს მისგან დირექტივებს და მისი უშუალო კონტროლის ქვეშაა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? იცით ხომ სიტყვა? ეს სიტყვა სიტყვით ნიშნავს იმას, რომ პრინციპალმა ეს მისცა ქართულ NGO-ს. ყველა ქართულმა იცის რა არის მინდობილობა. ნიშნავს მაღალი დონის ლოიალობას. დავალება ზუსტად ისე შესრულდეს, როგორც ამას მინდობილობის ავტორი მოითხოვს. ეს ითვლება უცხოეთის პრინციპალის ინტერესის გატარებად. ეს შეიძლება იყოს დაწერილი ან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. საქართველოში წერილობითია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ზეპირი თუ წერილობითი შინაარს არ ცვლის. შინაარსი კი ის არის, რომ საჭიროა უშუალო დაქვემდებარება და პრინციპალის დავალების ზუსტი აღსრულება. ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში? მაგალითად, როცა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გრანტს იღებს ნედისგან, საქართველოში ვთქვათ, ამ მომრჩევლის განათლებისთვის. ისინი არ მოქმედებენ როგორც ნედის აგენტი, ისინი არ ემორჩილებიან მის სპეციფიკურ ინსტრუქციებს, ისინი არ მოქმედებენ მისი ინტერესების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობენ, საქართველოს საზოგადოებისთვის, დემოკრატიისთვის საქართველოში. ისინი არ იღებენ ნედისგან კონკრეტულ გაწერილ ინსტრუქციებს, ისინი გრანტს ზოგადი მიზნისთვის იღებენ. ეს ზოგადი მიზანი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიზანია. საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისთვის. კონკრეტულად ნედი აქედან არავითარ სარგებელს არ ღებულობს. სწორედ ამიტომ ამერიკაშიც და ბრიტანეთშიც არ არსებობს ამ ნაწილში განსხვავებების და განმარტების პრობლემა. ეს ესმის ყველა იურისტს ამ ქვეყნებში. აი ეს არის უდიდესი წიგნი, რომელიც აჯამებს იმას, თუ როგორ უნდა განიმარტოს აგენტი. დიდი წიგნია. დიახ, აქ ყველა დეტალია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს აგენტი ფარას მიზნებისთვის. კანონი აგენტობის და პარტნიორობის შესახებ და ეს მხოლოდ მოკლე შინაარსია. საქართველოს თავის კანონმდებლობაში აგენტობის ანგლო-საქსონური გაგების მთელ კონცეფტს დაინტეგრირებს. ადამიანმა უნდა იმოქმედოს ზეპირი ან წერილობითი მინდობილობის საფუძველზე უცხოეთის პრინციპალის პირდაპირი მითითებების შესაბამისად. ამას არ აკეთებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა არ ჯდება ამ განმარტებებში, საია არ ჯდება ამ განმარტებებში. არც ერთი ეს ორგანიზაცია ასე არ მუშაობს. ნედმა, რომ აქ თავისი ფილიალი გახსნას, თავისი კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად, აი ეს ჩაჯდებოდა უკვე კანონის განმარტებაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მაგალითად ასეთი არ არის. არა, ასეთი სამართლებრივი ფორმა მათ არ აქვს. დამოუკიდებელი ორგანიზაცია. მე როგორც იურისტი ვიტყოდი, რომ არც ერთი ეს NGO, რომელზეც აქცენტს აკეთებდა თავის დროზე ქართული ოცნება, არ აკმაყოფილებს ფარას მიერ აგენტების განმარტებას. ოცნების ფარა კი ამერიკული პირდაპირი თარგმანია. რუსული ორგანიზაციები, რუსული ფილიალები, ესენი ნამდვილად პირდაპირ ჯდება ამ კანონში. გამოდის გჭირდება ასეთი წიგნი. დიახ, აბსოლუტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში იტყვიან აგენტი. ნებისმიერი ვინმეა, ვისაც საჭიროდ ჩათვლი. ფულს თუ იღებენ რომელიმე ორგანიზაციიდან, ეს აქცევს მათ აგენტებად? არა. ამას არ ამბობს ამერიკული კანონი. ამას არც ის კანონი ამბობს, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო. სერიოზულად რომ უდგებოდნენ ამ საკითხს, რაც არ ამგონია ასე იყოს. და მათი мотиваცია რომ იყოს ამ კანონის ზუსტად ისე აღსრულება, როგორც ეს ამერიკაში ხდება, არა მხოლოდ დააკოპირებდნენ ამერიკულ კანონს. არამედ ქართულ კანონმდებლობაში ჩაინტეგრირებდნენ მთავარ კონცეფტს. აგენტს.
აგენტის განმარტებას. ხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება ქართული კანონი იყოს ზუსტად ამერიკული კანონი. ნებისმიერი ფორმა შეიძლება ამისთვის აირჩიონ, მაგალითად, კანონისთვის კომენტარის დართვით. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ სჭირდებათ რომ ჩაწერონ, რომ აგენტობას არ განსაზღვრავს ფული ან გრანტი, განსაზღვრავს კონტრაქტი, რომელიც აიძულებს აგენტს იმოქმედოს, როგორც კონტრაქტორის ალტერ ეგო. უცხოეთის პრინციპალის პირდაპირმა წარმომადგენელმა ეს არის როგორც ამერიკა განმარტავს აგენტის ცნებას. გამოდის ის შიშები, რომ ოცნების ფარას შედეგი შესაძლოა იყოს გახშირებული ინსპექციები და მაღალი ჯარიმები, ეს საფრთხე ისევ ძალაში რჩება. დიახ, რადგან ქართულ ოცნებას არ სურს ისე განმარტოს და აღასრულოს ეს კანონი, როგორც ეს ხდება ამერიკაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მხოლოდ შინაარს არ ეხება, არამედ წლობით ნაგროვებ პრაქტიკასაც, რომელიც ამერიკაში საბოლოოდ აზუსტებს აგენტის სამართლებრივ განმარტებას. შევაჯამოთ, საბოლოოდ რა გამოდის? ის რომ შეიძლება გადმოაკოპირო ამერიკული კანონი, მაგრამ სინამდვილეში ის საერთოდაც არ იყოს ამერიკული. ის შეიძლება გაცილებით უფრო სახიფათო ინსტრუმენტი აღმოჩნდეს, თუ აგენტს არ განმარტავთ კონკრეტულად და ვიწროდ. თავარი საკვანძო სიტყვით, წერილობითი თუ სიტყვიერი. გიორგი გოცირიძე უფრო დეტალურად აგვიხსნის, რატომ მიიღო საიამ ეს გადაწყვეტილება. მოგესალმებით, გიორგი. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გიორგი, პრინციპში მოხდა ის, რასაც ყველანი ელოდით, ხომ? ამერიკული ფარა საერთოდაც არ აღმოჩნდა რეალურად ამერიკული და ის ნელ-ნელა დამძიმდება და გახდება სადამსჯელო ინსტრუმენტი, ხო? რა არის თქვენი პასუხი, ესე ვთქვათ, ამ მოლოდინზე, რაც ისედაც. მე მხოლოდ შემიძლია დავეთანხმო ყველაფერში ბატონ თედ ჯონას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, როგორ მუშაობს საერთო სამართლის სისტემა და კონტინენტური, ანუ კონტინენტური სამართლის სისტემა, რომელსაც საქართველოს მიეკუთვნება. როდესაც ამერიკელ იურის სურს გაიგოს რა წესი მოქმედებს და რა არის კანონი მის ქვეყანაში, ის კითხულობს არა მარტო კონგრესის ან ბრიტანეთის თემთა პალატის მიერ მიღებულ კანონს, არამედ კითხულობს სასამართლო პრეცედენტს, იმიტომ რომ საერთო სამართლის ქვეყნებში კანონი არის ძალიან ზოგადი ხასიათის და თავისთავად მას არანაირი შინაარსი არ გააჩნია, თუ კი არ არსებობს შესაბამისი სასამართლოს განმარტება. ანუ ამერიკელი და ბრიტანელი, ავსტრალიელი, ახალზელანდიელი იურისტისთვის ამოსავალი არის პრეცედენტული სამართალი. ჩვენ შემთხვევაში ქართველი, გერმანელი, ფრანგი იურისტებისთვის მნიშვნელოვანი არის რა წერია კანონში. როდესაც ჩვენთან კონსულტაციაზე მოდის ადამიანი, ჩვენ კითხულობთ კანონს და ამ კანონის საფუძველზე გავცემთ კონსულტაციას. ანუ ეს არის ძირითადი განსხვავება, რომ ჩვენი კანონმდებლობა შედარებით არის უფრო კონკრეტული და ვიწროთ მიზანმიმართული და შესაბამისად ჩვენი კონსულტაცია ხშირად ეფუძნება და უმეტეს შემთხვევაში ეფუძნება კანონის ტექსტს. მაშინ როდესაც ამერიკის იურისტის შემთხვევაში ეს არის სასამართლო პრეცედენტი. ანუ მნიშვნელოვანი ფარა არის უკვე ზოგადი, ანუ თარგმანი, ძალიან ზოგადი თარგმანი, რომელიც იძლევა უკვე აი ამ უსაშველო ინტერპრეტაციის საშუალებას. მე ასევე მინდა მედიაში ვიმყოფები და მათ შორის თქვენი მედია საშუალება ხშირად აშუქებს სხვა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს, რაღაც შრომით ურთიერთობებს და ასე შემდეგ. ეს კანონი თქვენს გეხებათ, იცით რა თვალსაზრისით, აქ არის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის ცნება და აქ წერია, რომ როდესაც კონკრეტული საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი აშუქებს უცხო ქვეყნის მოვლენებს, ან უცხოური კორპორაციის შესახებ აშუქებს ინფორმაციას, ან რაღაც შრომით დავებთან დაკავშირებით და რომელიმე ამ დავის მონაწილე მხარის ინტერესებს იჭერს, ისიც აგენტად უნდა დარეგისტრირდეს. მაგალითად, როდესაც აშუქებთ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას ჩინეთის მიმართ და პოზიტიურად წარმოაჩენთ ტრამპის პოლიტიკას ჩინეთის მიმართ, ხართ ამერიკის აგენტ, ანუ აგენტად რეგისტრაცია გეკისრებათ. ესეთი ჩანაწერიც კი, ასეთი აბსურდული ჩანაწერიც კი არსებობს. ასევე მაგალითად, რომელიმე გერმანულ კორპორაციაში რაღაც საწარმოო პროცესს აშუქებთ, ხართ და პოზიტიურად წარმოაჩენთ ამ მოვლენას. ეს კანონი გეხებათ თქვენც და ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ აგენტ. ანუ ესეთი ზოგადი ხასიათის ჩანაწერები არსებობს და რა არის აქ მნიშვნელოვანი? აქ არის მნიშვნელოვანი ამერიკული სასამართლოების მიდგომები. ამერიკული სასამართლოები და არის ერთი ასეთი საქმე, გენერალური პროკურორი, attorney general, ირლანდიელი ხალხის გაზეთის წინააღმდეგ. ანუ ამერიკაში გამოდიოდა გაზეთი, რომელსაც ფლობდა ირლანდიელი ხალხის კომიტეტი და
ამ ირლანდიელი ხალხის კომიტეტს, მართალია ის შედგებოდნენ ამერიკის მოქალაქეებისგან, როგორც გაზეთი, ასევე ის ირლანდიელი ხალხის კომიტეტი, თუმცა ამ კომიტეტს კავშირი ჰქონდა ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს ბრიტანეთსა და ირლანდიის რესპუბლიკაში და შესაბამისად ეს კომიტეტი ვინაიდან ამ ირასთან იყო კავშირში, ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან ვალდებული იყო და რეგისტრირებული იყო აგენტად. თუმცა რაც შეეხება გაზეთი, რომელსაც ფლობდა ეს კომიტეტი, რამდენად უნდა ყოფილიყო ეს გაზეთი აგენტად რეგისტრირებული და ამერიკის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ თქვა ის, რომ ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ კომიტეტი ან ირლანდიის რესპუბლიკური არმია ეფექტურ კონტროლს უწევს. ანუ რა შინაარსის სტატიის დაწერასაც თხოვს, ვენ იმ შინაარსის სტატიას აქვეყნებს მაინც და მაინც. რაზეც ჯონასიც ამბობდა, რომ მინდობილობის მსგავსი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. დაფინანსება შეიძლება ხდება კომიტეტიდან ამ გაზეთის მიმართ, მაგრამ გაზეთი ინარჩუნებს სარედაქციო დამოუკიდებლობას, როგორც ამ კომიტეტისგან, ასევე უცხოური ძალისგან ირლანდიის რესპუბლიკური. პრინციპში ფარას ფული არც აინტერესებს, ფარას აინტერესებს გავლენა. და რა აინტერესებს რაჟდენს, აი ამ შეხვედრებიდან გამომდინარე ჩვენ გავიგეთ ესეთი რაღაც, რომ ფული, რომელიც მოდის უცხოეთიდან და იმავდროულად ამ ფულის მხარჯველი თუ კი მონაწილეობს რაიმე ფორმით პოლიტიკურ საქმიანობაში და პოლიტიკურ საქმიანობად ბატონი რაჟდენი განმარტავს მათ შორის Facebook-ზე დაწერილ პოსტსთან, აქციაში მონაწილეობას, მათ შორის ეს ადამიანიც უნდა იყოს დარეგისტრირებული აგენტად. მაგალითად ახსენე ესეთი რაღაც, რომ კონკრეტული IT სპეციალისტი მუშაობს რომელიმე უცხოურ კომპანიაში და სამუშაოსგან თავისუფალ დროს დადის ან აქციაზე, ან აქვეყნებს Facebook posts. მიუხედავად იმისა, რომ ის IT საქმიანობისთვის იღებს ამ ანაზღაურებას, თუ კი ის პოლიტიკური ხასიათის პოსტს დაწერს ან ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს, ამის გამო ის ანუ ასეთ აბსურდთან მივდივართ, რომელიც პრინციპში იგივე ხდებოდა. მაგალითად რუსეთში, როდესაც კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრომლები თუ კი სოციალურ ქსელში დაწერდნენ რაიმე კრიტიკულ პოლიტიკურ ხასიათის პოსტს ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო მათი პირადი აზრი და არა მათი ორგანიზაციის აზრი, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ავტომატურად ასეთ ორგანიზაციას არეგისტრირებდა აგენტად. ჩვენ რეალურად ამ ასეთ მდგომარეობაში შევდივართ. აქვს თუ არა აზრი საკონსტიტუციაში ამის გასაჩივრებას და კონკრეტულად რას ასაჩივრებთ ამ ეტაპზე? კი ბატონო, ჩვენი დავის საგანი არ არის ის, რომ ფარა ან ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, ან ეწინააღმდეგება ამ თვალს იმ საკით რაც არის ჩამოყალიბებული, ან გაერთიანებით ჩვენ ვასაჩივრებთ იმ ზოგადი ხასიათის დებულებებს, რომელიც არაერთგვაროვნად შეიძლება იქნეს წაკითხული და გამოყენებული. მაგალითად, ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს უცხოეთის მოვლენებს და მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომს, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ქართველი ჟურნალისტის მხრიდან ძალიან ნეიტრალურად გაშუქება აი ამ ომის, ხო? მსხვერპლი არის ბუნებრივია უკრაინა და შესაბამისად ქართული მედიაც სრულიად ბუნებრივია, რომ შესაბამისად მსხვერპლის პერსპექტივიდან აშუქებს ამ მოვლენას. და ეს ფარას კანონი ეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში შენ იმ ქვეყნის აგენტად უნდა იყო რეგისტრირებული, რომლის სასარგებლოდაც შენ ავრცელებ პოლიტიკური ხასიათის ინფორმაცია. ანუ ესეთი ზოგადი ბუნდოვანი ხასიათის წაკითხვა, როდესაც უცხოელი როდესაც მედია, მაგალითად მედია ინარჩუნებს სარედაქციო დამოუკიდებლობას, ამის მიუხედავად, სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ფინანსდება ეს კონკრეტული მედია საშუალება, მაგალითად მოსარჩელები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის სტუდია მონიტორი და კი ბატონო, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ სტუდია მონიტორი ექვემდებარება რედაქციის მიღმა ვინმეს მითითებას. ანუ ფარა ამბობს შემდეგ რამეს, რომ უცხოელი პრინციპალი უნდა კონტროლდებოდეს, უნდა მოქმედებდეს უცხოელი პრინციპალის მითითებით, ინსტრუქციით, მოთხოვნით. ასეთი რაღაც არ ხდება არც არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში, არც მედია საშუალებების შემთხვევაში, რომელიც იღებენ უცხოური დონორებისგან დაფინანსებას. არასოდეს არც ერთი დონორი არ წყვეტს იმას, რომ ვინ უნდა იმუშაოს საიაში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. არ ასახის დავა უნდა ვაწარმოოთ სასამართლოში. ანუ ესეთ დეტალებს არასოდეს არ წყვეტს დონორი და მით უმეტეს დონორს არ აქვს უფლება შეცვალოს ჩვენი ანგარიში
ანგარიშების შინაარსი. ან სტუდია მონიტორს რაღაც მითითება მისცეს თუ რა სახის სიუჟეტი უნდა მოამზადოს, ვინ ჩაწეროს და როგორ დაარედაქტიროს მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალა. სტუდია მონიტორი ინარჩუნებს სარედაქციო დამოუკიდებლობას დონორისგან, ისევე როგორც ხელისუფლებისგან, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებზე ყოველთვის არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ეს ანგარიში არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებას. რა შეიძლება მოყვეს ამ კანონმდებლობის ამოქმედებას თუ საკონსტიტუციო, ალბათ დიდი ესე ვთქვათ, ალბათობით გაატარებს თქვენს სარჩელს ისევ და არ დაგიკმაყოფილებთ და არ შეჩერდება ამ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ერთადერთი მექანიზმი, ბუნებრივია, თქვენ ალბათ იცით, რომ წინა კანონი, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, რუსული კანონი, რომელიც მართლა განსხვავება ის არის, რომ ის მართლა ფინანსებს ეხებოდა, რუსული კანონი ფინანსებს ეხება, დაფინანსებას ეხება, მაგრამ ფარასთვის ამოსავალი არის 4 სიტყვა. კონტროლი, უცხოელი პრინციპალის მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია. ერთ-ერთი ეს დაფინანსება საერთოდ არარელევანტურია ფარასთვის. დაფინანსება შეიძლება იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი, თუმცა დაფინანსებასთან ერთად აუცილებელია სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ბატონმა რაჟდენმა დაამტკიცოს ის, რომ ნამდვილად დონორი აქტიურად ერევა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, საკადრო პოლიტიკას განუსაზღვრავს, ანგარიშების შინაარსს განუსაზღვრავს, განცხადებების შინაარსს განუსაზღვრავს და სიუჟეტის ტექსტს უწერს. კი, ტექსტს უწერს ან თუ დაწერა შემდგომ არ უდასტურებს რაღაც ცენზორის ფუნქციას ასრულებს. ეს გარემოებები უნდა დაადასტუროს. ასე მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარა. და როგორც ბატონი რაჟდენი ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსებაა მნიშვნელოვანი, ეს არ არის ამერიკული ფარა. ეს არის რუსული კანონი, რუსული კანონის გაგრძელება. რუსულ კანონზე მეტი ზიანის მოტანის პერსპექტივა აქვს ახლა ფარას, არა? რა თქმა უნდა, თუ იქ იყო ადმინისტრაციული პასუხისგებლობა, აქ რა ხდება, იცით? თუ კი კანონი შედის ძალაში 31 მაისს და 10 დღე არსებობს იმისთვის, რომ მიმართონ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ან ფიზიკურმა პირებმა ანტიკორუფციულ ბიუროს რეგისტრაციისთვის. თუ ეს 10 დღე უშედეგოდ გავიდა და არ მიმართეთ ანტიკორუფციულ ბიუროს, რა ხდება? კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას. ეს არის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. შესაძლოა დაიწყოს გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ არა მარტო იმის გამო, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდი, არამედ იმის გამოც, რომ ეს 10 დღიანი ვადა დაარღვიე და ამ 10 დღეში არ მიმართე რაჟდენის უწყებას. და კიდევ ერთი, იმ შემთხვევაში თუ 10 დღიანი ვადა დაიცავი და რაღაც ხარვეზი აღმოგაჩნდა, რაღაც ფინანსური დოკუმენტაცია არ გქონდა იმ მომენტში, ასეთ შემთხვევაში კიდევ 10 დღე გეძლევა, 9 დღე გეძლევა ხარვეზის აღმოსაფრთხილებლად და მაგალითად თუ ეს დოკუმენტი ინახება რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში და იმ სახელმწიფო დაწესებულება დროულად არ მოგაწოდა ეს დოკუმენტი და 10 დღე გავიდა და ეს ხარვეზი ვერ შეავსე, ეს დოკუმენტი ვერ წარუდგინე ბატონ რაჟდენს, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა, ხარვეზის დროულად შეუსაბლობისათვის 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა. კიდევ უფრო უარესია მედიის შემთხვევაში გავრცელებულ ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც უცხოელი დონორების მხრიდან ფინანსდება, როგორც ბატონი რაჟდენი ამტკიცებს, უნდა კონდეს თვალსაჩინო ადგილას გაკეთებული წარწერა. ეს ინფორმაცია ვრცელდება აგენტის მიერ უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ. ასეთი წარწერა უნდა კონდეს გაკეთებული ნებისმიერ იმ ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელსაც მედია საშუალება ამზადებს ეთერში ან ეთერში გადასცემს ან ინტერნეტ სოციალურ ქსელში ატვირთავს და კიდევ როდესაც ჟურნალისტი მიდის საჯარო დაწესებულებაში ინფორმაციის მისაღებად ან ინტერვიუს ჩასაწერად, საჯარო მოხელეს თავისთავი უნდა წარმოუდგინოს როგორც უცხოელი პრინციპალის აგენტმა. ასეთი რეგულაციებია, ასეთი დრაკონული ხასიათის რეგულაციებია. სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა დაწესებული და კიდევ უფრო ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს სტიგმა უფრო ძლიერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები არიან არა ამ საზოგადოების წევრები, არამედ უცხოელი პრინციპალის აგენტები. და ბატონი რაჟდენი გვეუბნება, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციები დაფინანსებას იღებენ უცხოური ფონდებიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ დამოუკიდებლობას. ისინი არ არიან დამოუკიდებული ხელისუფლების მიერ გამოყოფილ თანხებზე და ის ნახეთ, გრანტების სააგენტო რომ შეიქმნა, ხო? და სერიოზული
აქ წარმოიშვება დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნები, როდესაც ხელისუფლებას აკონტროლებდა და იმ ხელისუფლების მხრიდან მიღებულ ფულს იღებს კი ბატონო. ხო. და აი აქ წარმოიშვება და ეს დონორების თანხა ხმარდება ნამდვილად ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიის განვითარებას და იმავდროულად არც ერთი დონორი შინაარსში არასოდეს არ შედის. მე 2009 წლიდან მუშაობ არასამთავრობო სექტორში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, მე არ მახსოვს რომელიმე დონორი და მათ შორის მიმუშავია ისეთ პოზიციებზე, რაც არ არის მენეჯერული და არ მქონია ესეთი პირდაპირი შეხება, ყოფილა ესეთი პერიოდი, რომ დონორთან პირდაპირი შეხება არ მქონია არასოდეს. მხოლოდ ქართული ოცნების წევრების ნაწილსაც უმუშავია და ზუსტად იცის ის პრინციპი, როგორც მუშაობენ დონორები საქართველოში. და რეალურად ბატონმა რაჟდენმა რაც ისაუბრა ამ შეხვედრებზე და რა ინფორმაციაც გამოვიდა, რეალურად ეს არის რუსული კანონის გაგრძელება. რუსეთშიც არავინ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ იმტრევს თავს ტვინს იმაზე, რომ დაუმტკიცოს ყველა ორგანიზაციას, რომ ისინი ნამდვილად იღებენ მითითებებს, ნამდვილად ექვემდებარებიან უცხოელის კონტროლს. გააქვს უცხოური დაფინანსება, პრეზუმპცია ვრცელდება, რომ ავტომატურად კონტროლს განიცდის, სწორედ ამიტომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში ეკოდიფენსი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ დარღვევა, გაერთიანების თავისუფლების დარღვევა, რომ დაფინანსება ქმნის გაუქარწყლებელ პრეზუმპციას, რომ დაფინანსების მიღები ექვემდებარება დაფინანსების გამცემის კონტროლს, ისე რომ დამატებითი გარემოებების შემოწმება, რაში გამოიხატება ეს კონტროლი, ამას რუსეთის ხელისუფლება არ ახორციელებს და იგივე საკეთებს ბატონი რაჟდენიც. ყოველ შემთხვევაში იგივეს გვპირდება. რამდენად გააკეთებს და ეს სხვა საკითხია, კიდევ ერთხელ ჩვენ ვაცხადებთ, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ არ რეგისტრირდება და საკონსტიტუციო სასამართლოში იმიტომ გავასაჩივროთ, რომ კანონი ამ შინაარსით არის ბუნდოვანი. არის მრავალგვარ ინტერპრეტაციას ექვემდებარება და შესაბამისად არ არის ვიწროდ მიზანმიმართული, აი კონკრეტულად უცხო, მაგალითად მტრულად განწყობილი სახელმწიფოების დაქვემდებარებაში მყოფი არა დაფინანსების, არამედ დაქვემდებარებაში მყოფი პირების და ორგანიზაციების გამჭვირვალობისკენ არ არის ეს მიმართული. ესეთი ტიპის რეგულაცია ურტყამს დამოუკიდებელ ორგანიზაციებს და სწორედ ამიტომ არის გაუმჭვირვალე და სწორედ ვდაობთ კონსტიტუციის 31 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლითაც გარანტირებულია ის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის დამდგენი ნორმები უნდა იყოს გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში არ არის გამჭვირვალე. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამ ამომწურავი პასუხებისთვის. გიორგი გოცირიძე, საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი იყო, საქმიანი დილას ანალიტიკას პირველი სტუმარი.